როდესაც სტაბილური ქოინებით ვაჭრობა ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროკავშირი ავალდებულებს სტაბილური ქოინების, ასე ვთქვათ, ოპერატორს, ვინც არის ამ სტაბილური ქოინის გამოშვები, რომ ჰქონდეს რეზერვები, ასე ვთქვათ, იმის ეკვივალენტი პირობითად 100 ევროს ან 100 დოლარის ეკვივალენტი სტაბილური ქოინი თუ ჩაეშვა ცირკულაციაში, რომელიც ოპერებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შესაბამისად ევროკავშირის ბანკებში ამის ეკვივალენტი თანხები უნდა იყოს. ამ რეგულაციას სტაბილური ქოინები აკმაყოფილებენ რამოდენიმე, მაგალითად USDC-ის ამბავი, USDT-ის ამბავი არ არის გადაწყვეტილი, მაინც ბუნდოვანება არის იმ კუთხით, რომ თქვენ საფულეზე შეგვიძლიათ გადაიტანოთ, გადმოიტანოთ აქტივი, ანუ ეს სიახლეები შეიძლება ცოტა სასაცილო იყოს, მაგრამ ლაგარდი ამბობს ესეთ რაღაცას. სიტყვაზე თუ პირობითად არის რომელიმე კომპანია ან ადამიანი, რომელიც ფლობს სტაბილურ ქოინს, მაგრამ არ არის ევროკავშირის მოქალაქე, აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა უზრუნველყოთ სიტყვაზე თუ მიადგა ევროკავშირს და უთხრა რომ აი რაც კრიზისი ამ სტაბილურ ქოინთან მიმართებაში და მე მინდა თანხის დაბრუნება, აი ამაზე არის საუბარი, ასე ვთქვათ ევროკავშირის წევრი კომპანიები, რომლებიც არ არიან და მომხმარებლები, ამათ შემთხვევაში რა როგორ უნდა იყოს და ლაგარდს აქვე შემოობს ესეთი გადაწყვეტილება, თავაზობს ბაზარს ესეთი გადაწყვეტილება, რომ სიტყვაზე თუ რომელიღაცა X ქვეყანაში აქვს ამ სტაბილურ ქოინს აქტივი, მარტივად მოხდეს ბანკში აქტივი, მარტივად მოხდეს ამის გადმოტანა. ანუ უფრო სხვანაირად რო შევხედოთ ამ სიახლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მეტი ლიკვიდურობა მინდა მქონდეს მე ევროკავშირის ტერიტორიაზე